რა ხდება შენ ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი? ადამიანების აზრს ძირითადად ხშირად თუ ჩემთვის სასიკეთო არ უნდათ აღარ გუსმენ რა. მაგალითად ვიღაცების ჭორაობას, ან ცუდის ლაპარაკს, ან რაღაცებს ხუისას ძირითადად არ ვითვალისწინებ თუ მე არ მომწონს. და აქამდე როგორ გქნები და ის რო ითვალისწინებდი? მაგალითად სხვა რო ჩემზე ცუს ლაპარაკობდა, ვფიქრობდი რომ მართლა ეგრე იყო რა და ჩემ თავს მარტო მაგათი მხრიდან ვუყურებდი და არა მართლა ისეთი, ანუ ვერ ვგრძნობდი მართლა რა ხდებოდა რა და ვერ ვხვდებოდი. და როგორ მოახერხე ის რო სხვანაირად დაგენახა საკუთარი თავი? ალბათ საყვარელი ადამიანების აზრს მოვუსმინე. ადრე მაგალითად ძალიან ბევრი ცუდი კომენტარი იყო ჩემს მიმართ, რომ წონაზე მაგალითად და არ მსიამოვნებდა, მაგრამ მე ისიც შევიყვარე ჩემი თავი, როგორიც ვარ. რაღაც კილოგრამები რა თქმა უნდა დავიკელი და ჩემი თავი ბევრად უფრო კომფორტულად ესე ვარ, რა თქმა უნდა და ესე ვგრძნობ, რომ ბევრად უკეთესად ვარ, მაგრამ იმ კომენტარებს რო აღარ ვუსმენდი უკვე, ბევრად დამეხმარა მაგაში. და რას ურჩევდი სხვა ადამიანებს? პირველ რიგში იმას ვურჩევდი, რომ არ მოусმინონ სხვის აზრს, იმიტომ რომ სხვისი აზრი ზოგჯერ შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც კეთილგანწყობიანი და არ დაგეხმაროს, პირიქით უფრო აგანერვიულოს, დაგანერვოზოს და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოს. ასევე გირჩევთ, რომ პირველ რიგში თქვენი საყვარელი ადამიანების აზრს მოусმინეთ, რა თქმა უნდა, როგორც არის დედა, მეგობარი, ახლო, მამა, ოჯახის წევრი, ვისაც მართლა იცით, თუმცა კარგი უნდა და თუ მათი აზრით არ მოგეწონებათ, ალბათ უფრო თქვენ თავში უნდა ეძიოთ ის, რაც მართლა მოგწონთ. მადლობა. მადლობა.